ხوار ჩამოვარებინი სადმე სავანტყოფოში ხوار წამეყონე მშობლებისგან ფარულად თორნიკემ 13 წლის ასაკში სიცოცხლისთვის საშიში ინტერნეტ თამაში დაიწყო, ვის ანონიმურად უგზავნიდნენ მითითებებს. არ შესრულების შემთხვევაში კი იყო მუქარი შემცველი მესიჯები. ბავშვი შიშისგან დღისითაც ვერ გადიოდა გარეთ, ღამით კი საფნის ქვეშ დამალულს ძილი არ ეკარებოდა. ბიჭმა ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და შედეგად მას ფსიქიური აშლილობა დაეწყო. არადა ბავშვი სკოლაში გამორჩეული იყო კარგი სწავლითა და სხარდი გონებით. მე ოღონდ ფსიქიატრიული კლინიკაში არ დამაბრუნონ და წამლებს დავლევ და უკეთესად გავხდები. სწორედ იმ პერიოდში თორნიკე თავის თანასოფრელ გოგონაზე უიმედოდ იყო შეყვარებული. ახლა კი ფონდის კორესპონდენტს გამოუწყდა, რომ ის გოგონა ახლაც უყვარს და ეს ყვავილები მის თავს ახსენებს. ღმერთო, როგორი ჯოჯოხეთი გაიარა ბავშვმა, მაგრამ მისი გული მაინც სიყვარულით არის სავსე. შეხედეთ, როგორი ცხარეცრემლებით წირის თორნიკეს მამა. განიცდის, რომ უფლობის გამო შვილს ვერ მკურნალობს. საბრალო კაცი თავადაც სიცოცხლისთვის იბრძვის. ერთდროს შეძრებული ოჯახი თავად ეხმარებოდა გაჭირვებულ ხალხს. ახლა კი მათი დამხმარე არავინაა. ატონეზე დარებში ცხოვრებაში ამას თუ წარმოვიდგენ. საბრალო მამაშვილი ასე ხელჩაკიდებული გზას გაუდგნენ. ვინ იცის სადამდე მიიყვანთ მათ ეს გზა? ღვთისმიერო ადამიანებო, ამ კეთილი მამაშვილის გადარჩენა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. არ გაწიროთ ისინი. უფალი არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.